გამარჯობა, ჩვენ ახლა ვართ ნასაკირალის უღელტეხილზე, ნასაკირალის პერევალებზე. ჩემს უკან კიდე ხედავთ ნასაკირალის ბრძოლის მემორიალს, ბრძოლისა, რომელიც გაიმართა 1905 წლის 20-21 ოქტომბერს გურულებსა და რუსეთის იმპერიის რაზმებს შორის და წყინვალე გამარჯვებით ვიზეიმეთ მოკლედ გურულებმა და ამის შემდეგ ჩამოაყალიბეთ საკუთარი რესპუბლიკა. ევირჩიეთ პრეზიდენტი ვენია ჩხიკვიშვილი და უფრო ვრცლად ამ ამბებზე შეგიძლიათ ირაკლი მახარაძის შესანიშნავი წიგნი წაიკითხოთ. გურის რესპუბლიკა, ეხანე უფრო ვრცლად და კარგადაა მოთხრობილი აი ამბები. ახლა მივიდეთ და ვნახოთ რა წერია მემორიალურ დაფაზე. მემორიალი ჯერ კიდე 1960 წელსაა გახსნილი. 1905 წლის 20 ოქტომბრის ნასაკირალის შეტაკება დაუჯაბნელი ქართული სულის მქონე გურულების მონაწილეობით დიდგორის ბრძოლის ტოლფასად აღიქვა ერმა და ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ცარიზმის ჩაგვრის წინააღმდეგ გურულების თავგანწირვა ქართული სულიერების უკვდავებასთან არის წილნაყარი, რომლის მწვერვალიც ნასაკირალი იყო. ცარიზმის ჩაგვრაზე რა თქმა უნდა ხაზია გასმული. ამფერი ისტორიის მქონე კუთხე ვართ გურულები და მიამაყება რომ ყოველთვის ვიბრძოდით თავისუფლებისთვის ჯერ კიდე იმდროინდელი რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ. გადახედეთ იმ წიგნს გურის რესპუბლიკა. დროებით აბა.